ორიანებო მოგესალმებით, თქვენთვის ეს იქნება აბსოლუტურად იდეალური წელი და ვიმედოვნებ, რომ თქვენთვის თითოეული თქვენთაგანისთვის ასეც იქნება. რა შეეხება ორიანს? ორიანი ეს არის კომუნიკაციის, თანამშრომლობის წელი. ეცადეთ, რომ ამ წელს თუ დაუშვათ ბიზნესის წამოწყება აპირებთ, ან დაუშვათ მუშაობის დაწყებას აპირებთ, გყავდეთ აუცილებლად გქონდეთ აუცილებლად კარგი ურთიერთობა თანამშრომლებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ დაუშვათ ბიზნეს პარტნიორები, ვისთან კომუნიკაციაც ძალიან გააფართოვებს თქვენს ბიზნესს, ეს ძალიან წარმატებით დაგიგვირგვინდებათ. ასევე რაც მნიშვნელოვანია ამ წელს, ეს იქნება ოჯახის შექმნის ენერგია, ეს იქნება ბავშვის გაჩენის ენერგია. ახლა ვისთვის რა არის აქტუალური იმის მიხედვით, ეს არის გვარის გაგრძელების ენერგია, ამიტომ თუ დაუშვათ თქვენ მარტო ხელა ხართ და ოჯახის შექმნა გსურთ, ამ წელს აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც თქვენ ძალიან მოგეწონება და ვისთანაც ერთადაც თქვენ ოჯახის შექმნას გადაწყვეტთ. ესეც არის საერთოდ ორიანი ძალიან ბუტია, ამიტომ ეცადეთ, რომ ამ წელს წყენას გულში შეინახავთ, გაიბუტებით, იმიტომ რომ წყენა ეს არის გაყინული ბრაზი, რომელსაც ჩვენ შიგნით ვინახავთ და მე ისევ, როდის ეს აგვიფეთქდება და როდის გამოვა, ჩვენ თვითონაც არ ვიცით და მე ისევ ჩვენზე მოქმედებს ეს ძალიან ცუდად. ამიტომ თუ დაუშვათ რაღაცა არ მოგწონთ, თუ დაუშვათ რაღაცა გულს გტკენ, ამაზე აუცილებლად ისაუბრეთ ღიად, არავითარ შემთხვევაში აგრესიით, მაგრამ თუ დაუშვათ რაღაცა ისე არ არის, როგორც თქვენ გინდათ, ამაზე აუცილებლად აგრძნობინეთ ადამიანებს, რომ არ იფიქრონ, რომ თქვენ ზღვარი არ გაგაჩნიათ. დაიცავით თქვენი ზღვარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისწავლეთ არასთქმა. პარტნიორულ ურთიერთობაში გამოცდა მოგეწყებათ იმაზე, თუ რამდენად არ დაკარგავთ თავს ამ ურთიერთობაში. იცოდეთ თქვენი თავის სიყვარული, გახდებით პარტნიორზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ორიან ციკლში ეს საკმაოდ შესაძლებელია, რადგან ეს პარტნიორობის, სიყვარულის ენერგია და ხშირად არის, რომ ადამიანი ისეთ პარტნიორს ხვდება, რომელთანაც ის თავს აბსოლუტურად კარგავს, მაგრამ ეცადეთ, რომ თქვენი თავი მოთოკოთ და პარტნიორის გარდა საკუთარ თავზეც იფიქროთ და იმაზე იფიქრეთ, რომ თქვენც ძალიან მნიშვნელოვანი ხართ და ჯერ თქვენ ხართ და მერე შემდეგ პარტნიორი. ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგი ურთიერთობა იქონიეთ დედასთან, განაწყერდებით, ისე ორიანი და სამიანი ენერგიები ერთმანეთს ძალიან გავს, ამიტომ დედასთან კარგი ურთიერთობა, ქალებთან კარგი ურთიერთობა, თუ დაუშვათ სამსახური გამოგიჩნდებათ, სადაც ურთიერთობა გექნებათ ქალებთან და ქალების საზოგადოებასთან, ეს თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. ასევე ეს შეიძლება იყოს საბავშვო ბაღი, ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელთან დაკავშირებული სამსახურები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. და თუ დაუშვათ ამის შანსი გამოგიჩნდება, აუცილებლად დათანხმდით. გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ ბედნიერებას, იმედი მაქვს, რომ თლიანი წელი თქვენთვის პლუსში გაივლის, გექნებათ პირად ურთიერთობაშიც და სამსახურშიც ჰარმონია და გისურვებთ წარმატებებს.